მე ვარ დემეტრე ბერიდე 6 წლის. ვსწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში და მეცადინეობა. ფეხბურთი არ დავდივარ, მაგრამ თამაშობ მეგობრებთან ერთად სტადიონზე. თამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლების გატანა. მაქვს გატანილი 5 ძალიან კარგი გოლი. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. მე გოლი გავიტანე შორიდან. პასი მომცეს და შორიდან დავარტყი და ცხრიანი გავიტანე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. სახლში მაქვს ხვიჩას ნაპოლის ფორმა. მე მინდა მქონდეს წითელი ფორმა. უკან უნდა აწეროდე 7 ნომერი და ბერიზე. სახლში მაქვს 3 ცალი ბურთი, მაგრამ ერთი ძლიერია. კარგი ფეხბურთელი რომ გავხდე, მჭირდება 4 ბურთი. ფეხბურთზე იმიტომ არ შევდივარ, რომ არ მინდა არაფერი ვიტკინო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ბევრი მეგობარი შევიძინე და კარგი მასწავლებელი მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია სანდრო გორგაძე. ყველაზე ცელქია დემეტრე სოლომონიძე. ყველაზე ჭკვიანია თამარ ტარიელაძე. ყველაზე მშვიდია ნიკოლო ბერიზე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ ჯერ შეყვარებული არ მყავს. იმიტომ არ მყავს შეყვარებული, რომ გოგოები ერთად მეგობრობენ. ცოლს მომიყვან, როცა ვიქნები 17 წლის. შვილებს დავარქმევ ლუკას, ელოს და სანდროს. ჩემ ცოლს დავარქმევ მარის. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ინეზა ირემაძე. იმიტომ რომ ბავშვებს არ უყვირს, მკაცრი არა, კეთილია, გვითმობს რაღაცებს. როცა დიდები ისვენებენ, ჩვენ დასვენება არ გვაქვს, მაგრამ ჩვენც ვისვენებთ. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 5 წლის. მე ვიდი ფორმის ხატვა, ზღვის ხატვა და სახლების ხატვა. ყველაზე ძნელია რობოტის დახატვა, ყველაზე ადვილია ფორმის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს იასონი. ჩემს ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა მოვაწყო გამოფენა. უკვე 4-ჯერ მივყიდე რუსებს ჩემი ნახატები. რა ღირდა და 2 ლარი. ყველაზე ხშირად ნახატებს შუქნი დედას. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიათ. თოლის ბაბუი შარშან მომიტანა დინოზავრი. წელს მინდა მომიტანოს რობოტი. ჩემი აზრით თოლის ბაბუა არის 80 წლის, მას ქვია ბახტანი. ჩემი ოცნების საჩუქარია დიდი პუტიანი მანქანა. ახლა მინდა ვიყო 8 წლის და გავიზარდო და მივწყდე რაღაცებს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და იყო. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 3 წლის და ქვია ანა. ის არის მჭამელი, ლამაზი და ცელქი. ჩემი აზრით ანა რომ გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი. მამიკო არის მშრომელი, ჩემსავით სიმპათიური და ხიარული. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, მოსიყვარულე და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ნამცხვარი. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს პიცას. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედა ენა. მე სწავლა შემაყვარა ინეზა მასწავლებელმა. მე სწავლა რომ მიყვარს, იმიტომ ვარ გონიერი და ჭკვიანი ბიჭი. ჩემი საყვარელი მურთმიმი არის 3 კურდღელი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველა ბავშვი იქნება ბედნიერი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბაკურიანში და საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში?
მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია გაშიაშობანა. ჩემი ნება რომ იყოს აგზალავდი წეროების თამაშს. იმიტომ რომ არ მომწონს ხელების ტყაპუნი. მენიერება არის საჩუქრის ჩუქება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.